კაია, გაიძღოვება. ისვენებს რეცეპშენშია ჯერ ბიჭი. ბაკურიაში დავადების დღეს იხდის ორბიში. ალა შეფუთილი და უნდა მოდი. თვილად ჩაიცვიდა, თვილად იყავე. კი ვარ მე თვილად რაგი. ვადგა. გადასაერთოდ ვარ. მე ძალიან კარგად ვიცი სად როგორ უნდა ჩავეცვა. ახლა აუზის თემებს ვარკვევთ, აუზი, ცხელი აუზი და კაიფია. ერთი ბინა ყველგან მიგდია, ერთი ოთახი. მოვედით, მოგძანდით, ახავართ ჩვენ. მოგძანდით. დასახები შენჯიმესა და კარტა. არის ციროს ნიფებს ხელი არ უნდა მოგიდო. შედი. დავალაგეთ ლიფს. გადააჩახჩახა. რატო ვიწვალე აბა. მოდი. მოვედით. მოდით ჩემო ო, გიო. ნახე რა, ხელა ტახტრევანი და გიგია და მოწყობილი იყოს ახლა ბანჯულად ბინა იყოს თავისი მართლა. მოაწყო შენი ქმარი არა მოდის. აღარ გჭირდება ხო ჩემი ქმარი, საჭესთან გჭირდებოდა მხოლოდ. აჰა. ჩვენი აბა საძინებელიც ვნახო ერთი როგორია. დადე დედიკოებ დივანზე და გამბოდი გარეთ, ეგ ჩემია. ო, ჩავედი, გასკდი დგულზე ხო, კი. ყველა ახავართ, კი. დიო, ამჯერად სარკე ჩემს ოთახშია. კონდეს. აუზი მელოდება. ფარდები გადავწიოთ. არ მიყვარს მე ჩამობნელებული, ხო გიო? ჯერ სულ რაღაც -12 გრადუსია ყინული. ახლა მოვედით. აჰა. გამოაღგიოსებთ ჰაერში შემოუში. ბაბა, გადავხედოთ. კი, ჩვენც ახავართ, კი, ვისენებთ, კი. ხედეთ თებს აზიდულს. უი, აი უკან ნახე რა ყოფილა ჯერ ნიეკომ არ დაინახოს. ო, კი. დახეთქე უკვე ყველა გულზე. მაცადე ახლა. ახლა ტელეფონი აიგე და ჩამორეკე გიო. ხო, რომ მირეკავდი და ვერავიგე. აბა ერთი სველი წერტილიც ვნახო როგორ გაქვს მოწყობილი. ო, შვენიერი. ახლა რა კოხტა არის. Hello. ო, კი, რომ მირეკავდი და ვერავიგე გზაში ვიყავი. ეს აქეთ ლაპარაკობს, ვითომ ის იქით ლაპარაკობს, ვითომ. დედი. სად მიდიხარ გიოსად? აუზი მინდა ცხელი აუზი. მოდი ხატი, მოდი. მოდი ესენი გავუშვა. აუზი მეორე კორპუსშია და ხო, ორბის მეორე კორპუსში. გადავდივართ. ამასტერი და ესენი ამხელი ერთი ამბები და ეს ტემპერატურის ციფრები საიდან მოიტანა, არ ვიცი სად დაუწერა ან რა დაუწერა რომ 17-18 გრადუსი იყო ვერქეციცად. გიქუდი წამოვაფარე. თოვლი მოსულა. რაჭუნეს თოვლი ცხელი აუზი აბა ერთი ამბები კოქტეილი მოწრუყვა. სახით მოწრუყეთ და მობრუნდი ბიჭო. კაი გოგო ჩაია რა მარტო ჩემოდნით. კარგი სატანაში. ეგრევე მომწყდა მკლავი და ნიაკო. ხელი ბავშვს ხელი მოგიდე. აქ ხა ჩვენ გოგოებს გასახსნელში გავდივართ თქვენ ბიჭების და მიგაცილე. ვარ გაინტერესებს გოგოებს. მიგაცილე. გადამაძურე ხა ქუდი მიხვდი. მე თავს აგავცი. სად მოხვედი ახლა შენ? მე მამადი აუზი. ხარია? გაჩერდი არ წაიქცე. დახტეს. შტკანა.
და სახში. რაც გინდა რა. გამოგიწერ თემუდან. რა გიო? 1 საათი გაიყვანა დრო რო გაწევს იკითხე აუზი პირწახოძები შევიდეთ დროზე. გულს იხდის რა გინდა? კაი გადაიხადე. წავედი თოგიო. მე ისეც გამომიწეს წყალი რო არ იყო. რა ცალ-ცალკე კი არ შევდივარ ცად. წადი წინ გამიწევ. როგორც უკვე მიხვდით, ამჯერად დინა ორბის კომპლექსში ჰქონდა აღებული და ძალიან დიდი მოლოდინები ჰქონდა აუზის მიმართ, მაგრამ სიმართლე რო გითხრათ, გაგვიცრუდა ძალიან, იყო ძალიან პატარა აუზი, თან ძალიან ბევრი ხალხი და მოკლედ არ ვართ დიდად კმაყოფილი ამ ამბით, იმიტომ რომ ტერიტორია ძალიან პატარა იყო აუზისთვის განკუთვნილი, შეზლოგებიც არ ყოფნიდა არავის, გასახდელიც ძალიან პატარა, ფაქტურად ერთკაციანი გასახდელი იყო და ერთი დუში, ერთი გამოსაცვლელი. მოკლედ აუზის საკითხში ძალიან დიდი მინუსი ჩვენგან ორბს. დედის, გული. დამოგიო გავაღვიდ. დათი. სადა. ეხლა გიოს დაინახავთ, ალბათ გაიკვირდებათ ეს რაში წევსო, მაგრამ არ დაგვძრახოთ. თეთრეულის წაღება დაგვავიწყდა, უბრალოდ არ გვიფიქრია, რომ არ იქნებოდა მეორე თეთრეული, ან ჩვენ ვერ ვიპოვეთ, არ ვიცი, მაგრამ კარადებშიც დავძებნე, დივანშიც დავძებნე, არსად თეთრეული არ იყო. ისიც რატომაც ვერ მოვიფიქრეთ, რომ თვითონ სასტუმროსთვის გვეთხოვა და ბოლო გვეყიდა ერთი ღამით თეთრეული. ეს რაც ვიპოვეთ, იმაში გავახვიეთ გიო. მომდაგაძება. მომეძინე ადამიანშია და ეს ორი რამე ვერ გავმიჯნე. ვინ უნდა იპოვოდე? რომელი საათია და? 5 წუთი საათია და აგვიანდა ბავშვი. დედი, ვინ უნდა იპოვო შენ რო გასრიალოს? იმედო. ეხლა კარგად დაუსგუშინ ემედოს ამბობდა. არ მოასვენო იო, კარგად დაახტი თავს და კარგად გააღვიძეთ. ნიაკოს იმედოს გამო ისე 25-იანებზე მოვედით, თუმცა იმედო დაკავებული დაგვხვდა, სხვა მოსწავლე ყავდა და სანამ ის განთავისუფლდებოდა, გიომ და ნიაკომ დრო ასე გაიყვანეს. იგი დაიკავეთ და იგი დაიკავეთ დედიკო და გიგება დედიკო მოგწონს ნიაკო? კი, მოწონს კაცო, კი. კიდე მინდა. კი, აგერავა. გიო. ბავშვის ხათრით ხო გიო? ხო, კიდე კაი რო ადის თორი. ისე როგორ დაემხა, როცა არის უნდა ჩემთან, როცა ხელით ასათრევით თქვენთან იკლავდა. ახი ერთობა კარგად, ისე ჩვენთან დაჯექიო, მაგაზე ვაწყენინე? მაგაზე ვატკირო? კი. ჩადექი გიო რიქში, ჩადექი. ნია. ნია ხარ. კიდე როგორია? ნია როგორია? იკლავს ბავშვი თავზე, რაუ. იკლავს ბავშვი თავზე. ვიგი არ დაკარგოთ. გიოს ბავშვი ჩააბარეს. ანუ ერთ ნიაკო მიყავს, წინ კიდე ერთი ბავშვი ყავს ჩავარებული. ჩემი მასწავლებელი თან ასწავლის ბავშვს რა უნდა ქნეს. გიო, გადმოვადე, გიო. ავიდნენ.
და ისე კენი რომ მოგერია. ბავშვს საჭმელი უყიდეს, გაართვეს. თვითონ აგერ თამაშობენ. ბავშვი მე დამიტოვეს. მარა არა, უშავს ჩვენც კარგად ვერთობით. მოვიარეთ ყველაფერი, ახლა უნდა ვისრიალოთ. მანამდეც ბევრი ვისრიალეთ, მაგრამ ნახე გიო როგორ ალახში ჩაგე. დავამტრი. არა. შარდია ალბათ, ხო? არა, ტალახია. ნახე როგორ დავალეწე. აბა. კიდე კაი თოვლი დახ. მოდი ატე გინია. ჩათოვლია. ტელეფონი გიჩდება, ტელეფონი. ძალიან მაგარი თოვლი იქნება მაგ. აუ მაღლა მაგარი თოვლი იქნება, ხო? მაღლაც უნდა ავიდე. წავიდეთ მაშინ რა გაგიგანო. სამჯერ დაგეპნა და თუ დამორჩებოდება რა სიგნალი რა იქნება. აი როგორც იქნა მისი იმედოც განთავისუფლდა და მოვედით, თუმცა სანამ აქამდე მოვიდოდით 2-3 გამოიტირა. იმედო მინდა და აჰა, იმედოც თავისუფალია. მედი იმედოსთან. ჩაკი და ხელი თავის კუმირს და ერთად გაუყვნენ გზას. ფილამურები წამოიღეთ თქვენ მე ნაცავ. დავედი ბადია მოგიჩქილი. აპა. დავედი. დედიკო. ველაპარაკები, მაგრამ სად დაინტერესებს დედა იმედო ყავს გვერდით თანხელებს უშლი და აი ამდენჯერ უნდა ჩამომასრიალო, 5 თითი გაუშალა. აპა, ტანკში ხარ. ვისრიალო, ჩიქალი. ამ ადამიანს საოცარი სითბო და სიტკბო ამოსდის პირიდან, სწორედ ამიტომაც გადაირია ჩემი შვილი მასზე და არც ვამტყუნებს. საოცარი თბილი მიდგომა აქვს ბავშვებთან, როგორც ვაკვირდები. დედი, კარგად. ბუსა გამოიწე. აწიე, დედიკო, აწიე. აი ეგრე. ჩამოდები. ჩავედი. ოპა. იცა. კაი, რა დადასი.
ეს გიოზე ნაკლები მუცელა ხომ არ გგონიათ? ის რეალა იწყო გული და ეხლა მუცულამ შეაწუხა. ხო და დაჭდა და თავის საყვარელ ფრის მიირთმევს. ვიდრე ქალბატონი კუჭის საკითხებს აგვარებს, მანამდე ბიჭები სრიალებენ და ჩვენ კაფეში ველოდებით ბად. შემდეგ კი გიო შემოვა და ჩამანაცვლებს, ასე ვთქვათ, მე და ჩემი მეუღლე ჩავსრიალდებით და ესე მოხდება ჩვენი მონაცვლეობით სრიალი. ჩემი და გიოსი, ვინაიდან ჩემი მეუღლე ჩვენთან შედარებით ყველაზე კარგად სრიალებს, ის უცვლელია ტრასაზე. მამა და იო არიან დე. არაფერი დედიკო ხო? ხომ გახსოვთ წინა ჩამოსვლაზე როგორ ცოდვილობდა ეს ვაჟბატონი, ხო და აი ესე ახლა რაღაცა ახერხებს და მშვენივრად იხარებს თავის ჭიას. თვითნასწავლია სხვათა შორის. როლები გავცვალეთ, გიო ამოვიდა და ახლა მე მეშვები. ძიძების როლები შევცვალეთ ბავშვთან.